გადაცემას კი მედსკრიპტუმის გუნდის კიდევ ერთ წევრთან არსენ სებისკვერაძესთან ერთად ვაგრძელებთ. არსენი თავის რუბრიკაში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ მოგიყვებათ. როგორც ხვდები, ერთ-ერთი მათგანი ფილტვის კიბოს უკავშირდება. მოგესალმებით, ლევან ნინი. უსურვებ მედსკრიპტუმს პირველ რიგში წარმატებას, რაც შეეხება სამედიცინო ტექნოლოგიებს, საბედნიერო ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას ყოველდღიურად ცვლის უკეთესობისკენ და ეს ცვლილება პრინციპში ფაქტობრივად ყველა სფეროზე აისახება, სადაც გამონაკლისი ვერც სამედიცინო ტექნოლოგიები იქნება. ფაქტობრივად მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველდღიურად გვთავაზობენ მნიშვნელოვან და საინტერესო კვლევებს და მაგალითისთვის ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან კომბინაციაში შესაძლებელს ხდის, რომ მედიკოსებმა ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ ფილტვის კიბო. და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა ამ ამბავში, ეს შესაძლებელია პაციენტის მიერ ამოსუნთული ჰაერის ანალიზის მეშვეობით. თავად ტექნოლოგია წარმოადგენს ელექტროქიმიურ ბიოსენსორს, რომელიც 8 აქროლად ნაერთს აიდენტიფიცირებს და ეს ნაერთები არის ფილტვისა და საყლაპავის კიბოს პოტენციური ბიომარკერები. შემდგომ მოწყობილობაში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის მანქანობის სწავლების მოდელი აანალიზებს ამ მონაცემებს და ფილტვისა და საყლაპავის კიბოს ინდიკატორებს ადარებს და შესაბამისად ამ გზით ახდენს ეს მოწყობილობა, რომ განსაზღვროს აქვს თუ არა პაციენტს სიმსივნე. იცი რა მეინტერესებს, რამდენად ზუსტად სტატისტიკა ალბათ არსებობს და რამდენად ზუსტია და რამდენად ზუსტად ახერხებს დიაგნოსტიკას? კვლევის მიხედვით 90%-ში ზუსტად შეძლო ამ მოწყობილობამ განესაზღვრა ჰქონდა თუ არა პაციენტს ფილტვის, საყლაპავის თუ სხვა ტიპის კიბო. არსენ, რო ვკითხავ, რა იყო მიზანი კვლევარების ამ ტექნოლოგიით? შეიძლება თუ არა გახდეს ეს ერთგვარი ოქროს სტანდარტი ფილტვის კიბოს ამოცნობაში. მეცნიერების მიზანი სწორედად ეს იყო, რომ შეექმნათ ფილტვის კიბოს სკრინინგის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოავლენდა პაციენტებში სიმსივნეს. და ადრეული დიაგნოსტიკა მოგეხსენებათ ნიშნავს ადრეულ ეტაპზე მკურნალობის დაწყებას, ხოლო ადრეულ ეტაპზე მკურნალობის დაწყება საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მკურნალობა სასურველი შედეგით დასრულდება. რომ გადავინაცვლოთ დიდ ბრიტანეთში, სადაც კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი მშრალი ფხვნილის ინჰალატორი, რომელიც ახერხებს იმას, რომ ერთი ჩასუნთქვით მიეწოდოს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ბიოლოგიური და mRNA მედიკამენტი. უკვე არსებული ინჰალატორებისგან რითი განსხვავდება, იმიტომ რომ არსებობს ის? ცნობილია, რომ დღეს არსებული ინჰალატორები 10-დან 50%-მდე ახერხებს, რომ მიეწოდოს ორგანიზმს აქტიური ნივთიერება და ამავდროულად შეიცავს დიდი რაოდენობით ინერტულ ფხვნილს, მაგალითად ლაქტოზას. და ეს ინჰალატორი ახერხებს იმას, რომ 70%-მდე მინიმუმ მიაწოდოს აქტიური ნივთიერება და ყველაზე მთავარი რაც არის, არ იყენებს ინერტულ ფხვნილს. როგორც ვიცი, შენი შემდეგი სიახლე არის ინტუბაციაზე და ინოვაციურ მეთოდზე ინტუბაციაში. მოგეხსენებათ, სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა გადაუდებელ მედიცინაში არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული რამ. თუმცა გამოცდილი მედიკოსებიც ვერ ახერხებენ, რომ წარმატებით ჩაატარონ ენდოტრაქეალური ინტუბაციის პროცედურა. მთელი რიგი გამოწვევების გამო, მაგალითად ის, რომ შეიძლება თავად პაციენტის მდგომარეობა იყოს მძიმე, ასევე არასასურველ გარემოში ტარდებოდეს ეს პროცედურა, მაგრამ საბედნიეროდ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს არაელექტრონული რბილი რობოტული ინტუბაციის სისტემა, რომელიც ამ პროცესს ამარტივებს იმით, რომ თავად ინტუბაციის მილი არის განიცდის კონტროლირებად გაფართოებას, როდესაც ეს ინტუბაციის პროცედურა ტარდება და ერგება პაციენტის სასუნთქი გზების სისტემას და ეხამება ძალიან ზუსტად და პროცედურა ერთი სიტყვით ძალიან მარტივდება ამ გზით. რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდს ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით? ტრადიციული ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, რომლებიც მოითხოვს ანატომიის სიღრმისეულ ცოდნას ჯერ ეს ერთი და მეორე ის, რომ საჭიროებს манипуляციას ძალიან ხისტად და აგრესიულად, ესე რომ ვთქვათ, ეს მეთოდი იყენებს ინოვაციურ მიდგომას, თავად ეს მილი, როგორც ახსენეთ, განიცდის კონტროლირებად გაფართოებას და ზუსტად ეხამება და ერგება პაციენტის სასუნთქი გზების ანატომიას. მე ძალიან დამაინტერესა, რამდენად მარტივია არსენ გამოყენება ამ ტექნოლოგიის. ძალიან მარტივია, რადგან თავად კვლევის ავტორებიც აღნიშნავენ, რომ გამოცდილმა მედიკოსებმა 5 წუთიანი ვარჯიშის შემდეგ ენდოტრაქეალური ინტუბაციის პროცედურის ჩატარება 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს ამ პროცედურის ჩატარებისას, ხოლო გამოუცდილმა მედიკოსებმა 96%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს და ეს ძალიან მარტივია ამ გზით ენდოტრაქეალური ინტუბაციის პროცედურის ჩატარება. არსენ, ძალიან საინტერესო სიახლეა, რომელიც დარწმუნებული ვარ დაინტერესებს ბევრ ანესთეზიოლოგს. შემდეგ კვირაშიც გელოდებით საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეები.